გეტყვით პირველ რიგში იმას, რომ ამ წუთებში იწყებენ შეკრებას ხელოვანები არქივის მიმდებარე ტერიტორიაზე და დღეს მოიწყობა მსვლელობა. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების სამსახურებთან მივლენ ხელოვანები იმისთვის, რომ საკუთარი სათქმელი დააფიქსირონ, რომელი დიპლომატიური კორპუსი შეირჩევა პირველ გაჩერებად ჯერჯერობით უცნობია, თუმცა როგორც ხედავთ თქვენ, სწორედ აი ამ წუთებში იკრიბებიან ხელოვანები იმოქმედე, ეს არის თავარი სათქმელი და სლოგანი დღევანდელი შეკრების, რადგან ხელოვანები ფიქრობენ, რომ ახლა შეშფოთების დრო აღარ არის და აუცილებელი არის, რომ ყველა გადავიდეს ქმედით ნაბიჯებზე. ჩვენ ახლა გავესაუბრებით აქციის მონაწილეებს, ხელოვანებს და უფრო მეც ისინი გვეტყვიან თავად დღევანდელ პროტესტთან დაკავშირებით. გიგა, პირველ რიგში თქვენთან საუბრიც დავიწყებ. გვითხარით დღევანდელ დღეზე, თქვენს დღევანდელ სათქმელზე იმოქმედე, ეს არის თავარი სლოგანი, რომელიც აერთიანებს დღეს ხელოვანებს. რატომ გონიათ, რომ ახლა უკვე დასრულდა ყოველგვარი განცხადებების გაკეთება, შეშფოთება და აუცილებელია ყველა გადავიდეს ქმედით ნაბიჯზე? ხო, არ ვიცი, რაც სათქმელი იყო, ალბათ უკვე ყველაფერი ითქვა ჩვენგან, ხალხისგანაც, საზოგადოებისგანაც, ამას ვამბობთ ჩვენ უკვე მე-15 დღე არის და ეხლა ალბათ უკვე არის რაღაცა ქმედითი ნაბიჯების გადადგმის დრო და მივდივართ ახლა საელჩოსთან, ჩვენ მეგობარ ქვეყნების საელჩოსთან, რომ რაღაცა ქმედითი რეალური ნაბიჯები დაგვანახონ, რისი გაკეთება შეუძლიათ რეალურად. ანუ გულისხმობთ სანქციებს, ფიქრობთ, რომ ეს შეიძლება იყოს წნეხი ქართული ოცნებისთვის და რა თქმა უნდა, იქნება წნეხი, იმიტომ რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც მხოლოდ ფული აინტერესებთ, ამათ ეხლა პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული გამსჭვალული არც ერთი არ არის, განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილი, მხოლოდ მის ფულზე მიდის ვაჭრობა და იმიტომ ხდება ეს ყველაფერი, რაც ხდება და სანქციები არის ერთადერთი ამათი რაღაცა შემაკავებელი ფაქტორი ალბათ, რომ რაღაცნაირად იქნებ გონს მოეგონ, რომ რაღაცა კიდე ჯერ უკვე ძალიან ღრმად აქვს შეტოპილი, მაგრამ რაღაცა კიდე უფრო ღრმად არ შეტოპონ და რაღაცა ხალხს მოусმინონ. ყველთა ხდება, რომ ოლიგარქი ივანიშვილი არის ერთადერთი გადაწყვეტილების მიღები ამ ქვეყანაში. ფიქრობთ, რომ აი დღეს ამერიკიდანაც გზავნილები მოვისმინეთ, გაიცნობოდით ალბათ, რომ დაასანქცირდნენ მათ შორის მინისტრები მანამდე არ იყვნენ დასახელებული, მათ სავიზო აკრძალვა შეეხება, თუმცა ეს ფიქრობთ, რომ არ არის საკმარისი? რა თქმა უნდა, საკმარისი არის კი, მაგრამ ჩვენ მაინც უფრო მეტი გვინდა, რა თქმა უნდა, მოვისმინეთ ოლიგარქთან მიმართებაშიც, როცა დაურეკა მაგალითად მაკრონმა, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ესე იგი არაფორმალური მმართველი გვყავს ჩვენ, იმიტომ რომ მაგას რეალურად არანაირი თანამდებობა არ უჭირავს, ხო, ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ეს ნიშნავს, რომ ესე იგი საფრანგეთის პრეზიდენტიც თანხმდება იმაზე, რომ ოლიგარქია არის ქვეყანაში. ხო, ჩვენ უნდა გავთავისუფლოთ ამ ოლიგარქიისგან და ოლიგარქია რაზე დგას, ხო, ну, ძირითადად ფინანსებზე და ფულზე. ეგ არის მათი მოძრავებელი ძალა და ძალაუფლებაც. ამიტომ აი ამ ეს ძალაუფლება მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ გამოვაცალოთ ხელიდან. და ბოლო კითხვას დაგისვენებთ, თუ დაგრჩათ რამე ივანიშვილისთვის სათქმელი დღეს ხელოვანებს? საერთოდ არაფერი, ჩვენ აწი არაფერს აღარ ვეთქვით, ჩვენ აწი ვიმოქმედებთ. ეგ იქნება ჩვენი სათქმელიც და ყველაფერი. მადლობა, გიგა დათიაშვილს უსმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ბაჩო ქაჯაიასთან. გადავალ ახლა კითხვით, ბაჩო, მოგესალმებით. მინდა რომ გკითხოთ დღევანდელ პროტესტთან დაკავშირებით, საელჩოები გავიგეთ, რომ აირჩა იმისთვის, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგან მათ. გითხარით, რა თხოვნით მიდიხართ დღეს საელჩოებთან, რომელ საელჩოებს აარჩევთ, უკვე თუ გაქვთ გადაწყვეტილება მიღებული თუ ერთად კონსენსუსით? ხო, აი ერთად ყველა შევიკრიბებით, ეხლა უკვე აქციები მატულობს ქალაქში, ამიტომ საცობებიც მატულობს, შესაბამისად ჩვენს თანამოაზრეებს აგვიანდებათ და ის გეგმა, რომელიც ალბათ არსებობს, ან ერთად უნდა დავგეგმოთ, ზუსტად ჯერჯერობით არ ვიცით საიდან დავიწყებ და როგორ გავაგრძელებთ ამ მსვლელობას. თუმცა მთავარი ამბავი არის ის, რომ ჩვენ ასე კონკრეტულად შეიძლება სამართლებრივად არ ვიცოდე მე რა ბერკეტები აქვს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, ეს ევროპული თუ ამერიკული თუ ასე შემდეგ, მაგრამ ერთი ფაქტი ის არის, რომ შეშფოთების დრო დასრულდა და ქმედებებზე უნდა გადავიდეთ და ეს ქმედებები უნდა იყოს კონკრეტული, იმიტომ რომ ჩვენ დღეს არანაირი სამართლებრივი, სახელმწიფოებრივი, სტრუქტურული თუ ასე შემდეგ არანაირი ბერკეტი აღარ გვაქვს, გარდა იმისა, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ გავიფიცეთ, სხვა იმისი, რომ რაღაცნაირად ეს პროცესი დამთავრდეს იმით, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები
და კიდევ უფრო ყოველდღიურად მატულობს და სხვადასხვა მეთოდებით უკანონო დაპატიმრებული ადამიანების რაოდენობა და ჩვენი მოთხოვნები არის უცვლელი, რა თქმა უნდა გათავისუფლდეს ყველა ის უკანონო დაპატიმრებული პოლიტპატიმარი და აუცილებლად უნდა დაინიშნოს რიგარეშე ხელახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევანი. მადლობა ბაჩო ქაჯაიასოს მოდით პირდაპირ ეთერში გიორგი ცხადაძესაც ვთხოვ რომ რამდენიმე სიტყვით გითხრას დღევანდელ პროტესტთან დაკავშირებით. გიორგი, ჩვენ ვხედავთ რომ ყოველდღიურად საპროტესტო ტალღა იზრდება, ყველა პროფესია მოიცვა, მსახიობები, მომღერლები ავანგარდში ხართ ამ პროტესტის მესმის, მაგრამ აღარ დარჩა სფერო, ვინც არ გამოდის ქუჩაში, ვინც არ ჯანყდება და არ იღებს ხმას. რას ფიქრობთ, სადამდე შეიძლება მივიდეს ეს პროცესები და ფიქრობთ თუ არა რომ გამარჯვება არის დღეს ძალიან ახლოს? ახლოს არის ნამდვილად. იცი რა, ძალიან კარგად თქვი, იმიტომ რომ რაღაცნაირად ხელოვნებას ყოველთვის ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის მარტო კი არა, ზოგადად მსოფლიო ისტორიისთვის ყოველთვის ქონდა რაღაცნაირად ესეთი მნიშვნელოვანი მისია და როლი. სცენიდან თუ სცენის გარეთ ყოველთვის ელაპარაკა ის, რაც ქონდა ხალხზე სათქმელი. მსახიობებიც რაღაცნაირად და ხელოვანი ადამიანები ძალიან მიხარია, რომ მისაბაძის აქციელივით გახდა ეს, იმიტომ რომ სხვა პროფესიის წარმომადგენლებიც არის დღეს, რომლებიც უკვე დღის განმავლობაში 2 დღე ვხედავთ, რომ გადმოინაცვლა აქციებმა სხვადასხვა მიმართულებით და ძალიან მიხარია ეს ამბავი, რომ თითქოს იმის მოლოდინი იყო, რომ ახალი წლები მოგვიახლოვდებოდა და პროტესტი გაქრებოდა, პირიქით არის მე მგონი და უფრო მეტად იმატებს ის ამბავი, არ ამბავიც არის ბუნებრივია, რომ ეს მსგავსი სახე მიეცემოდა, იმიტომ რომ ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს და ამას ხედავს არა მარტო ქართველი მსახიობები, არამედ სხვა პროფესიის წარმომადგენლებიც შეიძლება ჩვენზე უფრო მეტად ან ჩვენზე უფრო ნაკლებად. ასევე კითხავთ საელჩოებთან დაკავშირებით, ვიცით რომ გაჩერება მსვლელობის ერთ-ერთი იქნება სწორედ საელჩოები, სხვადასხვა დიპლომატიური корпуსი. რატომ? აი რა გინდათ უთხრათ ახლა პარტნიორებს? რამდენი ჭირდება ქართულ ხალხს გარდა საჯაროდ გამოცხადებული თანადგომისა, მხარდაჭერისა კონკრეტული ქმედებები და დახმარება ახლა? პრინციპში ჩვენი თქმა ნამდვილად არ უნდათ სოფლიოს არ უნდა. მე მგონი, იმიტომ რომ ყველაფერს ხედავს პირდაპირ ეთერში. თუმცა მაინც მგონია რომ მნიშვნელოვანია ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ, იქიდან გამომდინარე რომ უნდა მივაწვდინოთ ყველას ხმა. იმიტომ რომ ცოტა ხანში არ გავიღვიძოთ სხვა ქვეყანაში თუ უკვე არ გვიძავს. არ ვიცი, ეს ძალიან სენტიმენტალური თემაა, რომელიც პირდაპირ წყდება მე მგონი ჩვენი ქვეყნის მომავალი დღეს. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანია დაგვეხმარონ გვერდში გვედგნენ ის ადამიანები, ის ქვეყნები, რომლებიც ჩვენი პარტნიორია და განსაკუთრებით ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც არ ვიცი, ყველას გვინდა ევროპა და ყველას გვინდა ის ფასეულობები, რა ფასეულობებითაც დღემდე მოვედით, ის აუცილებლად უნდა შეუნარჩუნოთ ჩვენს მომავალ თაობას. მადლობა გიორგი ცხადაძეს. ხედავთ რომ დაიწყეს შეკრება, იკრიბებიან ხელოვანები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ისინი არ ერიდებიან საკუთარი პოზიციის ღიად დაფიქსირებას. ჩვენ თუ გვაქვს შესაძლებლობა კიდევ გავესაუბრებით რამდენიმე ადამიანს. სალამი, პირდაპირ ეთერში ვართ. თუ გაქვთ სურვილი, კი ბატონო, მაშინ სხვებთან გადავინაცვლებ, ვთხოვ მათაც რომ ისაუბრონ. მოგესალმებით. მინდა რომ მკითხოთ თქვენს პროტესტთან დაკავშირებით, გითხარით რა გაქვთ სათქმელი, რატომ დგახართ დღეს ქუჩაში და რატომ ფიქრობთ რომ აუცილებელია ახლა ყველა პროფესიის ადამიანმა ძალიან მკაფიოდ დააფიქსიროს საკუთარი. ეხლა მოვდივარ გადაცემიდან ჩამწერეს ფორმულაში და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. მე ვარ მცირე მეწარმის წარმომადგენელი და ჩვენ ვაპროტესტებთ, ჩვენ გავიფიცეთ 300-ზე მეტი ადამიანი და ჩვენ ვაპროტესტებთ კი არა და ვაპროტესტებთ წავიდნენ ჩვენი ქვეყნიდან რა მე აქედან არსად არ წავა. ეს არის ჩემი სახლი და ჭკვიანად იყვნენ რა. მეტი რაღა უნდა ვთქვათ რა. რა გაქვთ ივანიშვილისთვის სათქმელი? ივანიშვილისთვის რო წავიდეს. სანამ აქ წასასვლელი. ცოტა ხანში წასასვლელის აღარ ექნება, თორე ის დანარჩენები გაწირულები არიან ყველანი. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. როგორც მოვისმინეთ, მცირე მეწარმეც შეუერთდა ხელოვანების პროტესტს. მიშა, პირდაპირ ეთერში ვართ და მინდა რომ მკითხოთ, აი მოხვედით, როგორც ჩანს პლაკატებიც გექნებათ. გითხარით აბა, რა არის დღევანდელი სათქმელი თქვენი ხელოვანების? ჩვენ მუდმივად ხედავთ საპროტესტო აქციაზე და როგორც ჩანს უკვე კონკრეტული ქმედებებისკენ უნდა გადავიდეს ყველა სფერო და თქვენც ესე აპირებთ ახლა. მოქმედება არის მთავარი. გითხარით, რატომ აირჩიეთ დღეს რომ საელჩოებთან მისულიყო? ჩვენ გონია რომ უბრალოდ ჩვენ სურვილი გვაქვს და ვფიქრობ აბსოლუტურად ლეგიტიმური რომ საერთაშორისო საზოგადოება იყოს გაცილებით უფრო სწრაფი
ბასრი, უფრო ეფექტურად მუშაობდეს. ჩვენთვის აღარ არის შეშფოთებები საკმარისი. ახლა დროა რომ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა გადადგან კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის სანქციებზე ისაუბრონ, დაიწყონ პერსონალური სანქციება უფრო აქტიურად დაუჭირონ პროცესს მხარი. მათი ჩართულობა ცხადია დასაფასებელია, მაგრამ ჩვენ გვხვდება საბეჭდება, რომ ძალიან ცოტა დრო გვაქვს. ძალიან მძიმე სიტუაცია, პოლიტიკური კრიზისია საქართველოში, რომელთან გამკლავებასაც მთელი საზოგადოება ცდილობს და ძალიან დასაფასებელია და ძალიან მაგარია ეგ, რომ ამდენი ჯგუფი აბსოლუტურად დამოუკიდებელი ჯგუფები ერთმანეთისგან, მათ შორის სამეზობლოებმაც კი დაიწყეს მსვლელობების ორგანიზება და ყველა ცდილობს ამ ქვეყანაში რო აკეთოს პოლიტიკა პოლიტიკოსების გარდა. ხალხი, სახალხო პროტესტია შესაბამისად ჩვენ ამ წუთას გადავწყვეტეთ, რომ ჩვენი შემდეგი გზავნილი სწორია რომ მიემართებოდეს საერთაშორისო პარტნიორებს და ვითხოვდეთ მათგან უფრო მეტ აქტიურობას, უფრო მკვეთრ, უფრო მძიმე ნაბიჯებს ქართული ოცნებისთვის, იმისთვის რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს ყაჩაღობა ამ ქვეყანაში და ეს სალადობა. მიშო, არ შემიძლია რომ არ კითხოთ, გარდა იმისა, რომ აი თქვენი არ ესმის ოლიგარქს, კრიტიკულად განწყობილი ადამიანების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, საკუთარი ბაბლისიც კი აღარ ესმის, აი ხელოვანები, რომლებიც ქართული ოცნების გულმხურვალი მხარდამჭერები იყვნენ, ისინიც კი განუდგენ, ხედავთ რომ მიდიან სასამართლოებში მხარდასაჭერად მათი კოლეგების ღიად აფიქსირებენ პოზიციებს, ნაწილი ტოვებს სხვადასხვა სამსახურს და ჯანყდებიან, პროტესტს ირჩევენ. რას ნიშნავს, რომ საკუთარ ხალხსაც, საკუთარ მხარდამჭერებსაც არ უსმენს ოლიგარქი? აი, რამდენი ხანი შეიძლება ეს გაგრძელდეს? ფიქრობთ, რომ შეიძლება ახლოს იყოს ახლა გამარჯვება? მე ვფიქრობ, რომ გამარჯვება გარდაუვალია და ახლოსაა. რაც შეეხება ხალხს და მის მხარდამჭერებს, ეს ძალიან დიდი ხანია უკვე შეწოთავთ მათი რიგები და ძალიან დიდი ხანია ოცნების მიმართ კრიტიკულია ქართული თეატრი, წლებია უკვე. მაგრამ მისი მხარდამჭერებიც არიან ადამიანები, არიან საზოგადოების ნაწილი, ისინი აზროვნებენ, ისინი არიან არტისტები, არიან ღირსეული ადამიანები, მათ გააჩნიათ თავიანთი ღირსება, არსებობს რაღაც ზღვარი, რომელიც უკვე ცდება ყველანაირ პოლიტიკურ ჩარჩოებს და მხარდაჭერებს და ხედავთ განცხადებებს მათი მხარდამჭერი არტისტებისგან, იმიტომ რომ მე მგონი რომ რაც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა რთული იყოს შეთანხმება რიგ საკითხებზე ამ ქვეყანაში, ყველა თანხმდებით, უკვე არ არის ეს პირველი შემთხვევა, როცა თანხმდებით, რომ სისასტიკე, წამება და ზალადობრივი რეჟიმი ამ ქვეყნისთვის მიუღებელია და ქართული საზოგადოება ამას არ შეურიგდება, რა თქმა უნდა არტისტული საზოგადოებაც. ძალიან დიდი მადლობა მიშო ჩარკვევას უსმედით პირდაპირ ეთერში, ხედავთ ნინო კასრაძეს ეტაპობრივად უერთდებიან საპროტესტო აქციას ხელოვანები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, სულ ცოტა ხანში დაიწყება უკვე მსვლელობა, საელჩოები იქნება დღეს ერთ-ერთი მთავარი გაჩერება ხელოვანების, აირჩევენ რამდენიმე საელჩოს, იქ მივლენ და თხოვენ კულტურის სფეროს წარმომადგენლები, რომ საკუთარი პოზიცია უფრო მკვეთრად გამოხატონ, რადგან მიაჩნიათ, რომ განცხადებების დრო არის დასრულებული და ახლა ქმედებებზე უნდა გადავიდნენ ჩვენი პარტნიორები. დიდი მადლობა ნანუკა, დაგემშვიდობებით.